როცა კაცი განსაცდელში დრტვინავს, რა დავაშავე ღმერთო. ღმერთს გმობს ის კაცი. და ნახეთ რას ამბობს წმინდა ეგნატე ვისებს გავსება აი მებრაელებს, რომელიც უფლის ჯვართან იდგნენ და დაცინოდნენ და ეუბნებოდნენ თუ ხარ ძე ღვთისა, გადამოდი ჯვრიდან. გადაარჩინე შენი თავი და ჩვენ. აი მათ ემსგავსება კაცი, რომელიც მასზე დაშვებულ განსაცდელს არ იღებს. და ხშირად ვარდები ჩვენ სამწუხაროდ ამ მდგომარეობაში. ხშირად ვამბობ, აი რა დავაშავე ღმერთო, რატო ღმერთო? ეს არის ფარული გმობა ღვთისა და ადამიანს აძლევს საუკუნო ტანჯვას. ასეთი რამე არ უნდა ვთქვათ, ნახეთ? უნდა გავიხსენოთ იობი, აქაც იყო ნათქვამი. ყველაფერი რო დაკარგა, შვილები, ქონება, ყველაფერი რო დაკარგა, ადამიანმა ნახეთ რა თქვა. ღმერთის სიკეთეს რომ მაძლევდა ხომ იხაროდაო. ეხლა ბოროტი ხომ უნდა მოვითმინო. კურთხეული იყოს უფლის სახელი უკუნვისამდეო. ჩვენც ესე უნდა ვაზროვნებდეთ. აი მაშინ ეზიდება კაცი თავის ჯვარს.